ეხლა გადავდივართ გაერთიანებულ სამეფოზე. დღის განმავლობაში გამოქვეყნდება დოკუმენტების მეორე ნაკრები, რომელიც უკავშირდება ლორდ მანდელსონის აშშ-ში ელჩად დანიშვნას. ეს ხდება იმ დროს, როცა ახალი დეტალები ხდება ცნობილი მისი კავშირის და ურთიერთობის შესახებ გარდაცვლილ სექსუალური ტრეფიკინგისთვის მსჯავრდებულ ჯეფრი ეპსტეინთან. ეხლა გადავდივართ ლონდონში, სადაც ჩვენთან ერთადაა 24 News English-ის კორესპონდენტი ჯონათან საჩარდოჩი, რომელიც უფრო მეტ ინფორმაციას მოგვაწვდის ამ თემაზე. ცხადი ეს დიდი ამბავია და შემაშფოთებელი მოვლენაა დიდ ბრიტანეთში. აგვიხსენი, რას აბრალებენ მას და რა კავშირი ჰქონდა ეპსტეინთან. ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოლიტიკური სკანდალია, რომელიც ბოლო წლებში გაჩნდა დიდ ბრიტანეთში და სერიოზულ ზიანს აყენებს პრემიერ-მინისტრ კეირ სტარმერის მთავრობას. იმიტომ რომ პიტერ მანდელსონი, გავლენიანი ლეიბორისტი ვეტერანი და ყოფილი ევროკომისარი, დაინიშნა დიდ ბრიტანეთის ელჩად ვაშინგტონში. მაგრამ მას გადადგომა მოუწია მას შემდეგ რა მოაშკარავდა მისი ხანგრძლივი პირადი მეგობრობა ჯეფრი ეპსტეინთან. ხოლო მანდელსონმა ამ ურთიერთობას საშინელი შეცდომა უწოდა. თუმცა ის მაინც ინარჩუნებდა კონტაქტს ეპსტეინთან, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს ის სექსუალური დანაშაულებისთვის გაასამართლეს და ასევე გამოაშკარავდა ფინანსური კავშირებიც მათ შორის. ის კატეგორიულად უარყოფს რაიმე დანაშაულს, მაგრამ ამჟამად მეტროპოლიტენის პოლიცია იძიებს მის შესაძლო თანამდებობრივ გადაცდომას, რაც მის წინააღმდეგ ძალიან სერიოზული ბრალდებაა. და აქ რაც ხდება არის ფაილების მასიური გაჟონვა, მათ შორის პირადი WhatsApp საუბრები მანდელსონის ტელეფონიდან. რაც პოტენციურად ძალიან უხერხული იქნება არა მხოლოდ პრემიერ-მინისტრისა და მანდელსონისთვის, არამედ ბევრი სხვა ადამიანისთვისაც, მათ შორის მაგალითად West Streetingისთვის, რომელიც ამჟამად ცდილობს Keir Starmer's ებრძოლოს ლეიბორისტული პარტიის ლიდერობისთვის და შესაბამისად ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის. რადგან ცნობილია, რომ მან მანდელსონს პოლიტიკაში აღმასვლისას ერთგვარ მენტორად მიიჩნია. და მანდელსონი ლეიბორისტული პარტიის უახლეს ისტორიაში ერთგვარი გავლენიანი კულისური მოთამაშე იყო, ასე რომ ზოგიერთი ეს შეტყობინებაც პოტენციურად უხერხული შეიძლება აღმოჩნდეს. ასევე რა ხდება? ხო იცით, შეიძლება კარგი იქნები ის ეპსტეინთან იყო დაკავშირებული და მერე რა. ფიქრობ, შეგვიძლია თავადაც მივხვდეთ ყველაფერს. ცხადია, ეს ყველაფერი მხოლოდ ეჭვებია. მაგრამ ფიქრობენ თუ არა, რომ ყოფილი პრინცი ენდრიუ და ის ერთად იყვნენ ეპსტეინის კუნძულზე ან სხვა ადგილებში? კარგი, ღირს აღნიშნა, რაც თქვენ თქვით, რომ ლორდ მანდელსონი ასევე ცნობილია როგორც გეი. ამიტომ მის მიმართ საპენებული ბრალდებები ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეხებოდეს ეპსტეინის მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლ ახალგაზრდა ქალებთან რაიმე კავშირს. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ფაქტი, რომ მან იცოდა ეპსტეინის დანაშაულების შესახებ და მაინც გააგრძელა მასთან მეგობრობა, აშკარად ძალიან პრობლემურია. და რომ Keir Starmer იცოდა ამის შესახებ და იცოდა სხვადასხვა დეტალი იმ ვეტინგისა, რომელიც ეპსტეინთან დაკავშირებით პიტერ მანდელსონმა გაიარა, და რაც ამ ყველაფრიდან გამოვლინდა, არის ის, რომ მან მაინც დანიშნა იგი ელჩად, რაც ყველაზე სენსიტიური დიპლომატიური პოზიცია დიდ ბრიტანეთში. და პრემიერ-მინისტრმა მაინც გაატარა მისი დანიშვნა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, მან ვერ გაიარა უსაფრთხოების შემოწმება. რაც შეეხება სამეფო ოჯახს, 2026 წლის მარტში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ახლად გამოქვეყნებულ ეპსტეინის დოკუმენტებში პირველად გამოჩნდა პიტერ მანდელსონის ფოტო, ყოფილი პრინცი ენდრიუსთან, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ენდრიუ მაუნტბატენი უინძორში და ჯეფრი ეპსტეინთან ერთად. და მიიჩნევა, რომ ეს ფოტო გადაღებულია დაახლოებით 1999-დან 2000 წლებში მართას ვინიარდზე და ასახავს სამ მამაკაცს, რომლებიც თავისუფლად ხედან მაგიდასთან და აცვიათ ხალათები. და ამან კიდევ უფრო გაამზაფრა ყურადღება იმ გადაფარულ ელიტურ სოციალურ წრეებზე, როგორც აქ ბრიტანეთში, ასევე ამერიკაში, რომლებშიც ეპსტეინი მრავალი წლის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებოდა. იმის გათვალისწინებით, რომ სტარმერის, როგორც იცით, რეპუტაცია აშკარად იკლებს, ვიცით, რომ ბევრი მოწოდებაა გადადგომისკენ. იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა ებრაული თემის წინააღმდეგ ძალადობას, გამოძიებებს და სხვა საკითხებს. როგორ ფიქრობთ, რატომ მაინც გადაწყვიტა მისი დანიშვნა, როცა დარწმუნებული ვარ, სხვა კანდიდატებიც იყვნენ, რომლებიც ამ საქმეს ასევე გაართმევდნენ თავს? სტარმერი ახლა მძიმე კრიტიკის წინაშეა, ზოგი უკვე მის გადადგომასაც კი მოითხოვს. ნაწილობრივ ამ მანდელსონის დოკუმენტების გამო, მაგრამ ზოგადადაც, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის არ არის პოპულარული პრემიერ-მინისტრი და ეს ასია იმ დრიდანვე, რაც თანამდებობა დაიკავა, რაც უცნაურია. ის რეალურად იმიტომ გაიმარჯვა, რომ იყო ალტერნატივა კონსერვატორებისთვის, რომლებიც უკვე 14 წელია ხელისუფლებაში იყვნენ. მაგრამ ძალიან სწრაფად, როგორც ამომრჩეველმა, ისე მისმა პარტიის ბევრმა წევრმა მას ზურგი აქცია, როგორც კი პრემიერ-მინისტრი გახდა.
და იცით, ეხლა ზოგიერთი მის გადადგომასაც კი ითხოვს, რადგან ეს დოკუმენტები აჩვენებს, რომ მინისტრებმა და ოფიციალურმა პირებმა იცოდნენ მანდელსონის ეპსტეინთან კავშირების და რეპუტაციული რისკების შესახებ, მაგრამ მაინც დანიშნეს იგი. ეს მაინც სწრაფად გაატარეს და ბევრი ფიქრობს, რომ ეს ქრონიზმი იყო. მანდელსონი ლეიბორისტების შიდა წრის დიდი ხნის ფიგურაა და რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირის პოლიტიკური მენტორია. სტარმერმა ამას არასწორი გადაწყვეტილება უწოდა და ამბობს, რომ სრულად არ იყო ინფორმირებული რისკების შესახებ. ის მუდმივად ამტკიცებს, რომ უბრალოდ არ იცოდა. ამიტომ ჯერ ადრეა იმის თქმა, დასრულდება თუ არა მისი პრემიერობა ამით, მაგრამ ის პრემიერ-მინისტრია მხოლოდ 2020-დან. კარგი, ჩვენ